ახალი ხელისუფლების შვიდთვიანი მმართველობის თავზე დღეს საქართველოს პრემიერმა პირველად აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკა იმყოფება კრიზისში. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს უკვე ყველასთვის თვალნათელი გახდა, რომ ქვეყანაში არის კრიზისი, შემცირებულია ვაჭრობა, გაიზარდა უმუშევრობა და ჩვენ სამწუხაროდ სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეკონომიკური თემა არის ის თემა, რომელშიც მთავრობა ვალდებულია ითანამშრომლოს ყველასთან, მათ შორის ოპოზიციასთან და ჩვენ მზად ვართ აქტიურად ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან ამ ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის მიმართულებით. ჩვენმა მთავრობამ, წინა ხელისუფლებამ სამწუხაროდ ძალიან გვიან დაიწყო, ჩემის აზრით, ყველაზე მთავარი პრობლემის მოგვარებაზე ფიქრი და ყველაზე მთავარი პრობლემა საქართველოში არის უმუშევრობა და ყველაზე დიდი გამოწვევა ყველა ხელისუფლების და საქართველოს მომავლის არის დასაქმების პრობლემის მოგვარება. მე მოუწოდებ დღევანდელ ხელისუფლებას ჩვენი შეცდომები მაინც გაითვალისწინოს, ისწავლოს ჩვენ შეცდომებზე და ჩვენ საკმარისი გამოცდილება დაგვიგროვდა ქვეყნის მართვის, ეკონომიკური განვითარების და გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა უმუშევრობის და დასაქმების პროგრამის განხორციელებაში. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება გაითვალისწინებს, ჩვენ ვაპირებთ დღეს და შემდგომ დღეებში ჩვენი პროგრამის გადაუდებელი ღონისძიების პროგრამების გამოქვეყნებას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს და პირველ რიგში ეკონომიკურ კრიზისიდან გამოსვლას და შემდგომ განვითარებას, რისი მთავარი ამოცანაც ჩემის აზრით უნდა გახდეს უმუშევრობის შემცირება, დასაქმების პრობლემის გადაწყვეტა. დღეს ყველა ოჯახს, თვითონ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს აწუხებს უმუშევრობის პრობლემა და სანამ ეს პრობლემა მოგვარებული არ იქნება, საქართველოს ვერ გამოვა ეკონომიკური კრიზისიდან. მე და ჩემი მეგობრები მზად ვართ ამ მიმართულებით აქტიურად ვითანამშრომლოთ ხელისუფლებასთან.